ბატონ ზაზას უდიდესი წარმატება უსწრო ჩვენი გუნდის სახელით, ჩვენი ხალხის სახელით. ბატონ ზაზა, მე მართლა გულწრფელად გეუბნებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი არის კიდევ უფრო განსაკუთრებული და გამორჩეული თავისი ხალხით, თავისი ერთგულებით. ამბროლაურმა თუ გამოგიცხადა და ერთგულება, მაშინ ჩათვალეთ, რომ ბოლომდე გიერთგულებთ, როგორც ბატონი დავითის შემთხვევაში მოხდა და თქვენ მართლა არის. ეს სიყვარული თავისი კუთხის მხრიდან და შესაძლებლობები კიდევ იმისი, რომ თავისი ეს სიყვარული გამოცდილება, ნიჭი და ენერგია ყველაფერი მოახმაროს თავის მშობლიურ კუთხეს. ერთი არის ფაქტის სიმართლეობა. ძალიან დიდი მადლობას ვუხდით. უზრუნველეს გუნდს ქართული სოციალ-დემოკრატიული საქართველოს დიდი მდობისთვის, რომელიც იქნა გამოცხადებული ჩემთან მიმართებაში. ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ერთად ჩვენი რაჯისთვის, ჩვენი ამბროლაურისთვის, ჩვენი სოფლებისთვის და ყოველ ჩვენთაგანი ოჯახებისთვის, ყველა ახალგაზრდებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უამრავი გამოწვევას ყოველთვის გავუწევთ, ვეცდებით და ღვთის მადლით და ერთმანეთის იმედით და უთანხმოებებით შევძლებთ იმ მიზნების მიღწევას, რომელიც არის ჩვენს ჩვენი რაჭის მიმართულებით და ვიცი, რომ უზომოდ თავის ამბროლაური თითოეული რაჭელი და მე დიდი იმედი მაქვს მეგობრებისთვის, ურთიერთობისთვის, ერთად გაკეთებული საქმეებისთვის, რაც ჩვენ შევძლებთ ამ 8 წლის განმავლობაში. შედგა ჩემი წარდგინება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სექტორის წინაშე. დიდი მადლობა მათ, რომ მოიცალეს და მობრძანდნენ ჩვენს გასაცნობად. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, ვარ ამაყი ასეთი ღირსეული საზოგადოების ხილვით. ვპირდები მათ, რომ არ დავზოგავთ თავს და მთელ ჩემს გამოცდილებას, ძალას და ენერგიას მოვახმარ ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეული ოჯახის კეთილდღეობას. დღეს შევხვდით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ბატონ ზაზა ქევანიშვილს. შეხვედრა ძალიან კარგად ჩაიარა. უამრავი დადებითი ემოცია მოდიოდა მისგან. წარმატებებს უსმენებ ბატონ ზაზას და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.